მე უკიდურესად ვარ შეშფოთებული დღეს თბილისის ცენტრში განვითარებული ძალადობით. ძალადობა, როგორი მოტივითაც არ უნდა იყოს ეს განპირობებული, არ შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების სახე. მე ნამდვილად არ ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედებების შედეგი და ეს მათ უნდა დაბრალდათ. საუბარი არის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მთავრობა იმას რაც ხდება, კი არ უბრალოდ კი არ უნდა ემიჯნებოდეს. მთავრობა იმიტომ ყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობის ფონის მომატება საზოგადოებაში. არ დაუშვას ის, რომ გაურკვეველი ამნისტიებით, როგორც ეს მოხდა, კრიმინალებს უშვებდნენ პოლიტიკური მოტივით ციხიდან და ყოველდღიურ უსაფრთხოებას უარესებდნენ ჩვენ მოქალაქეებს. არ დაუშვას ის, რომ რაღაც ჯგუფები შევარდნენ გამგეობაში და იქიდან ყრიდნენ ხალხს ამ პოლიტიკური მოტივით ახორციელებდნენ ძალადობას. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ წინა წლებში მივახციეთ ქართული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას. ეს ინსტიტუტები არიან პირველ რიგში მოწოდებული უზრუნველყოფის მშვიდობა და განვითარება ჩვენი საზოგადოებისთვის, შესაძლებლობები ჩვენი შვილებისთვის. და თუ ჩვენ ამას გადავხედავთ, თუ ამ ინსტიტუტებს დავასუსტებთ ისე, რომ ძალადობა გახდება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი, მიუხედავად ისა, რა მოტივით არ უნდა იყოს განპირობებული ეს ძალადობა. მაშინ ჩვენი საზოგადოება იქნება განწირული სიღარიბისთვის და უპერსპექტივობისთვის. დავფიქრდეთ ასევე ამ ყველაფრის გლობალურ ასპექტებზე. საქართველოს აქვს დიდი საერთაშორისო გამოწვევები, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენ წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი აგრესორი აწარმოებს ძლავრ პროპაგანდისტულ კამპანიას. ამ ყველაფრის ფონზე, როცა მიუხედავად ამ ყველა მცდელობისა, წინა წლებში საქართველოს მსოფლიოს თვალში ჩამოყალიბდა სტაბილურ, შვიდ, პროგრესულ, სწრაფად განვითარებად უსაფრთხო ქვეყნად. აი ამის ფონზე, ამ ძალადობის სცენების მსოფლიოსთვის ჩვენება მკვეთრად ასუსტებს ჩვენ საერთაშორისო პოზიციებს, აძლიერებს ჩვენ მტერს და წყალში გვიყრის თელ იმ შრომას, რომელსაც ყველანი ერთად ვეწეოდით წინა წლებში, რომ საქართველოს გაგვეცნოს საუკეთესო კუთხით დანარჩენი სამყაროსთვის. ეს არ შეიძლება არ აღელვებდეს ყველა ქართულ პატრიოტს, მიუხედავად ისა, როგორია მათი შეხედულებები. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავსხდეთ და მთავრობაც და ოპოზიციაც, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები, უნდა ყველა ერთად მივხვდეთ, რომ ჩვენ ყავს ერთი სამშობლო, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს სამშობლო გაძლიერდეს, წინ წავიდეს და არაპირიქით უკან დავიხიოს და ისევ იმ ჭაობში ჩაეფლოს, საიდანაც ძლივს ამოვიყვანეთ. ყველანი ერთად უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდება კანონის ფარგლებში, ინსტიტუტების უმეშვეობით და მხოლოდ დიალოგის გზით. ყველამ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძალადობაზე და ქაოსის ინსპირაციაზე.